მე ვარ ჩერით მიცნობს ყველა, ნინო ჩერქეზიშვილი ვარ იდეაში კიდე რეალურ ცხოვრებაში ნინო ჩერქეზიშვილი ვარ, უბრალოდ ძალიან დიდი ხანი მერქვა ნენე ჩერი სოციალურ ქსელზე და მე უკვე როდესაც გავხდი ბიზნეს ოუნერი, ასე ვთქვათ, და ჩემი კომპანია დავაფუძნე, მჭირდებოდა რაღაცა ისეთი სახელი, რომელიც მარტივად გაიყიდებოდა მარკეტინგულადაც, მარტივად დასამახსოვრებელი იქნებოდა და ნენე ჩერი, ნინო ჩერქეზიშვილი, მოკლედ ჩერი შემჭა, ასე ვთქვათ რა. და გავაგრძელე ოპერირება ბაზარზე როგორც ჩერი. პერსონალური მწვრთნელით დაიწყო ჩემი კარიერა, კიდე ჩემი მიმართულება ამ სფეროში, ვარ პერსონალური მწვრთნელი, ნუტრიციონისტი. დიდ ბრიტანეთში გავიარე ლიცენზირება, დიპლომით შესაბამისად ამ სფეროში იქ დავიცავი. და შემდეგ უკვე დავიწყე ჩემი, ასე ვთქვათ, ონლაინ არხების განვითარება. და პირველი იყო პრინციპში პანდემიამდე მქონდა პატარა ჩემი აპლიკაცია და მაშინ ვიყავი ბიზნეს პარტნიორთან ერთად. მაშინ მქონდა რაღაცა ძალიან 2-3 პროგრამა, რომელსაც ვაფუშინგებდი, რომ ხალხი მაქსიმალურად ონლაინ გადამეყვანა და მესწავლებინა ეს ყველაფერი, ანუ დისტანციური სავარჯიშო პროგრამები, რომ ვიღაცას პერსონალური მწვრთნელი ყოლოდა ტელეფონში, იმიტომ რომ დარბაზებში რასაც უყურებდი, საოცრებები ხდებოდა ხოლმე, დღემდე ხდება, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ახლა გაცილებით დიდი ნახტომი გვაქვს ამ მიმართულებით რა. ასევე დავაარსე ჩერის მარათონი, ეს უკვე პანდემიაზე დავიწყე, ეს არის რაღაცა დისტანციურად subscription-ის და მაგვარი პროგრამა. ყოველთვიურად მონაწილეები იხდიან თანხაზე, შესაბამისად გადადიან მომდევნო ლეველზე და მოკლედ 5 წლიანი პროგრამა არის ეს. მარათონის 5 წლიც ვეძახით, ასე ვთქვათ, 5 წელი უკვე არსებობს, კიდევ გრძელდება და შემდეგ უკვე სრულფასოვანი აპლიკაცია გავაკეთეთ, ეს არის ჩერისვით აპლიკაცია, რომელიც სრულყოფილია, იმიტომ რომ ანუ თავმოყრილი არის როგორც კვების პროგრამები, ყველანაირი მენიუ დაწყებული, არ ვიცი, ვინდან ჩვეულებრივი ინგრედიენტების მენიუდან დაწყებული, პრედიაბეტიკების და ინსულინრეზისტენტული კვებით დამთავრებული. ანუ ყველანაირი კვების მენიუ გვაქვს ასევე სავარჯიშო პროგრამები და გვაქვს კიდევ სარეაბილიტაციო სახის პროგრამები. ასევე ვარ ბლოგერი და მე მგონი აი ამ ყველაფერს ჩამონათვალთან ერთად ყველაზე რთული აღმოჩნდა ჩემთვის ბლოგერობა, იმიტომ რომ ფაქტიურად სული უნდა გაყიდოთ და აი ეს ამდენი ადამიანი უნდა შემოუშვათ თქვენ სახლში და თქვენ სივრცეში 24/7-ზე. ძალიან დიდი სურვილი არის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართო ფიზიკურ აქტივობაში. არ აქვს მნიშვნელობა ზომას, წონას, სქესს, რელიგიას ან ნებისმიერ რაღაცას. იმიტომ რომ ფიზიკური აქტივობა და დღეში ზოგადად 1 საათით სისხლის აჩქარება აი სასწაულ რაღაცებს შვება. მინდა რომ შევეხო აუცილებლად გამოწვევები რა არის office life-ში, ასე ვთქვათ, ყოველდღიურობაში. მინდა აქცენტი გავაკეთო, რამდენად მნიშვნელოვანი არის კუნთოვანი მასა და განსაკუთრებით გოგონებს მინდა რომ ამაზე აქცენტი გავაკეთო, იმიტომ რომ ძირითადად გოგონებს ეშინიათ ხოლმე ამ კუნთების და დავიკუნთები სიტყვა, ძირითადად უფრო გოგოებისგან მოდის ხოლმე ჩემთან ბლოგზე და აუცილებლად გავუსმენთ ხავს, რამდენად მნიშვნელოვანი არის ზოგადად კუნთური მასა. შემდეგ ასევე კიდევ ერთი ჭიდილი კარდიო თუ წონებით ვარჯიში, ამასაც შევეხებით. აუცილებლად მინდა განახოთ დაბალანსებული თებში როგორ გამოიყურება და ან დაბალანსებული ლანჩი, რომელიც ალბათ მომავალ დაგეხმარებათ თქვენს, ასე ვთქვათ, დღის რაციონის დაგეგმვაში და შემდეგ რა თქმა უნდა გვექნება კითხვა-პასუხი. ძირითადი გამოწვევები, რასაც ოფისის ცხოვრებაში ვაწყდებით ხოლმე, ეს არის ენერგიის ნაკლებობა. ენერგიის ნაკლებობა შეიძლება ახლა ანუ ადამიანი იყოს ისეთი, რომ არასდროს ენერგია არ ელეოდეს და ყოველთვის იყოს რაღაცა ენერგიული ტიპაჟი რაღაცა, მაგრამ აი სად ჩდება ხოლმე ეს ენერგიის ნაკლებობა, რომ დილას იღვიძებს ადამიანი უკვე დაღლილი. ანუ მანდ უკვე არის ნიშანი და რაღაცა სიგნალები, რომ სხეული გელაპარაკება, რაღაცას არასწორად აკეთებ. იმიტომ რომ არ არსებობს თუ შენ სხეულს დროული აღდგენის საშუალება მიეცი, დილას დაღლილი და მკვდარი არ უნდა ადგე. უნდა ადგე ისეთი, რომ ახალი დღე დაიწყოს სიახლის შეგრძნები და აი რაც არ უნდა ინტროვერტი, რაც არ უნდა წყნარი და რაც არ უნდა ისეთი ტიპის ადამიანი იყოს. მაინც დილით რაღაცა პატარა ენერგიის ნაპერწკლით უნდა დაიწყოს ადამიანმა. და ეს თუ არ იწყება, უკვე რაღაცა სიგნალი არის, რომელსაც და მოусმინოთ რა ამ სიმპტომებს, არ უნდა დავაიგნოროთ. პირველი, ანუ ოფისში მე თვითონაც რასაც ვაწყდებოდი ხოლმე, ანუ ოფისში შესვლის წამიდან კი ვიყავი კიბეებზე მორბენალი და მომღიმარი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დილას გრძნობდი ხოლმე, რომ რაღაცნაირად ენერგია მეცლებოდა. მე არის ხოლმე კიდევ ასე ვთქვათ, არარეგულარული კვება, რომელიც მე იწვევს სხვადასხვა სახის
გართულებებს. რო ავიღოთ ჩვენ ორი ადამიანი, რომელიც ერთი არარეგულარულად იკვებება, რაც მოხდება, იმას ჩაიყრის და აქეთ მეორე მხარე, რომელიც ზადის, იქ ძალის ხმას გაიღებს, იქ კონტეინერები წამოიღებს, სამსახურიდან სამსახურში რაღაცებს და ნუტრიენტულად დაბალანსებულ საკვებს მიიღებს. სტრესის მენეჯმენტი არის გაცილებით სხვანაირი და ანუ ამტანიანობა სტრესის არის კიდევ გაცილებით სხვა. მოკლედ, გადავიდეთ ჩვენ შემდეგ თემაზე. როგორ მოვიმატოთ კუნთოვანი მასა, ეს შიში გოგოების მხრიდან წამოსული რომ იმედი და არ დავიკუნთო და რაღაც. არ ვიცი, ეს ალბათ სოციმედიიდან მოდის რა, იმიტომ რომ სოციმედიაში რომ დაინახავენ ამ გადაკუნთულ ქალებს და იმას, გონიათ რომ 1-2 პატარა ვარდისფერი 2 კილოიანი განტელის აწევით რაღაცა უშველებელი კუნთები დაიდება. ერთი რომ ქალი ესე მარტივად არ იკუნთება, სამწუხაროდ კაცებისგან განსხვავებით, იმიტომ რომ კაცებს აქვთ ეს ჯადოსნური ჰორმონის ვეძახი ხოლმე ეს ტესტოსტერონი, იმიტომ რომ ყველაფერში ეხმარებათ ეს ტესტოსტერონი, თუ კი რაიმე არსებობს, ანუ წონის კლებაა ტესტოსტერონი, კუნთის აშენებაა ტესტოსტერონი, ანუ გაცილებით მარტივად მიღწევადია მათი ეს ყველაფერი აი ამ ჰორმონის დახმარებით, ვიდრე ჩვენ შემთხვევაში. ჩვენ ორმაგად უნდა გავიხარჯოთ, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ეს რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ მნიშვნელოვნება როგორც ესეთი, აი ძალიან დიდი არის, იმიტომ რომ კუნთური მასა არის ზუსტად რომელიც გვიცავს მომავალში ძვლის მოფიტვისგან მომავალში გვიცავს ანუ ქალების შემთხვევაში განსაკუთრებით რაც გარდაუვალი პერიოდი არის მენოპაუზის რთული პერიოდიდან, იმიტომ რომ აი ეს ყველაფერი მარტივად გადავიაროთ და შესაბამისად რაც რომ მეტი კუნთოვანი მასა დახვდება, მით უფრო მეტი აქტიური ქსოვილი ხდება მეტაბოლიზმის სხეულში და შესაბამისად მეტაბოლიზმიც უფრო აქტიურად და ამაყად რჩება და ნუ კაცების შემთხვევაში რა თქმა უნდა ძალიან ხშირი არის უკვე 40 წლის ზემოთ ხოლმე ჰიპერტენზია, წნევიანობა, ზუსტად იმიტომ რომ უმოძრავთ ანუ 40 მე მგონი ძალიან შორს დავადი ახლა ძალიან ბევრ 35 წლის ბიჭსაც მოუწერია რომ წნევამ შეაწუხა და დადიან ეს მიკრობილი რაღაცეებით რომ გამოდიან ხოლმე ხო ეს მონიტორინგზე და ეს ახალგაზრდა ბიჭები დადიან იმისავით რობოტებით. ჩემი ძალიან დიდი რჩევა იქნება რომ ორიენტირებულები ვიყოთ კუნთოვანი მასის შენებაზე და კუნთოვანი მასა მართლა არ ნიშნავს რომ უნდა გაბერო და დაბატიპუტეთ და დამრგვალოთ, იმიტომ რომ ამას რასაც ხედავთ, ეგ არის ყველაფერი დანამატი. ანუ ადამიანის კუნთი ბუნებრივად აი ეს არ მრგვალდება თუ არ მიეცი რაღაცა ესეთი სინთეტიკური დანამატი. როცა არის უბრალოდ პროტეინის შეიკი ან კრეატინი ან რაღაცა, კუნთი უბრალოდ იღებს ლამაზ თავის ფორმას, რაც ადამიანს გენეტიკურად აქვს ბოძებული აგებულების ამბავში. დანარჩენი ახლა ის რაც ანუ ზე ჰიპერტროფია, რასაც ქვია, ანუ კუნთის იმაზე მეტად ზრდა, რაც ჩვენი გენეტიკური აგებულება, ეგ არის უკვე ყველაფერი დანამატი. თუ არ მიმართავთ ახლა აი ამ სინთეტიკურ ჰორმონებს და დანამატებს, იქნებით ბუნებრივი, ასე ვთქვათ, ჩამოსხმული ადამიანი. ვისაც ჭამა გვიყვარს, რაც ასაკში შევდივართ, სამწუხაროდ ჩვენ ხო ცვეთა გვემატება არა, შესაბამისად ჩვენ კუჭნაწლავსად გადამამუშავებელ სისტემასაც ცვეთა ემატება. არ ვახალგაზრდავდებით, ძველ ვგაზრდებით. შესაბამისად ცვეთის მომატებასთან ერთად იგივე დოზის საკვებს, რასაც ახალგაზრდობაში შემოუჯდებოდით და ჯიგრულად ჭამდით, განსაკუთრებით რაც არ უნდა ახალგაზრდა იყოს ოფისის ცხოვრების შემდეგ, სხეული არ პატიოს, იმიტომ რომ არ მოძრაობს ეს ადამიანი რა, აქტიური ქსოვილი არ აქვს. როდესაც ვარჯიშობთ იმ კუნთში არსებული ბოჭკოები მრავლდება, აი სპაგეტის პაკეტი რო წარმოიდგინოთ რა, სპაგეტის პაკეტი რო გახსნათ, აი ეს პატარ-პატარა სპაგეტები წარმოიდგინოთ, რომ თქვენი კუნთოვანი ბოჭკოებია. რაც უფრო უვარჯიშებელია ადამიანი და რაც უფრო ჯდომიარე ცხოვრებით არის, აი ჩათვალეთ რომ ნახევარი ამოიღოთ და ის კუნთი რო ჩხაფუნებდეს რა, ამ პაკეტს რო მოუჭერთ. ეგრე არის, თქვენ იქ არის უფრო მეტად ცხიმი ან რაღაცა წყალი, სხვა დაბუდებული გარდა კუნთოვანი ბოჭკოებისა. და როცა ვარჯიშობ, აი ეს თითოეული მაკარონჩიკი თუ რაც არის სპაგეტი ემატება, იზრდება კუნთოვანი ბოჭკო და შესაბამისად ქსოვილი ხდება უფრო აქტიური. ანუ ამ კუნთის შენახვა ორგანიზმს უჯდება ენერგიის ფასად. და ორგანიზმი ფიქრობს რომ რა რითი შევინახო ეს ოხერი თუ არა აი ეს შემოსული საწვავი გადავაქციო ენერგიაც და ვაჭამო რა. შესაბამისად იმას რასაც ჭამდა რომ არ წავიდეს ცხიმებში და გვერგებოდეს ჯიგრულად ივარჯიშეთ. დავუშვათ მამაკაცის შემთხვევაში მას სურს გადიდება და ამასობაში წონის დაკლება. ვარჯიში თავისას იზავს რომ ის რაღაცა ექსეს ცხიმი დავუშვათ წელის არეში რაღაც დონით დააკლებს და ანუ ფორმას მისცემს კუნთს, მაგრამ თუ ამ ადამიანს უნდა გადიდება, მას ყველა ვარიანტში ჭირდება რომ იკვებოს პლუსში. ანუ ასე ვთქვათ, რაც არის ჩვენი დღიური კალორიული ნორმა დარეგულირებული, იმაზე მეტად უნდა იკვებოს, რომ ჰიპერტროფია მოხდეს. მაგრამ თუ ჩვენ ვიკვებებით ჩვენი
შესანარჩუნებელი ნორმის კალორიებით და პარალელურად ჩვენ ვარჯიშობთ წონებთან ერთად, ეს პროცესი შესაძლებელია, რომ ვიზუალურად როდესაც შეხედავ ადამიანს და ხედავ, რომ დავუშვათ ცხიმი უფრო მეტად ჭარბობს ადამიანში, ვიდრე დავუშვათ კუნთური მასა, შესაძლებელია, რომ ეს ცხიმი წავიდეს, მაგრამ ადამიანი არ გადიდეს, იმიტომ რომ ზოგადად ცხიმი უფრო დიდ ადგილს იკავებს სხეულში, ვიდრე კუნთი. ანუ ჩათვალეთ, რომ აი რაღაცა ესეთი თანაფარდობა არის რა. ეს რო იყოს 1 კილო კუნთი და ეს რო იყოს 1 კილო ცხიმი, ხო ერთი და ორივე 1 კილოა, მაგრამ ეს პატარა ადგილს იკავებს სხეულში, ეს ძალიან დიდ ადგილს. ანუ შესაბამისად, ამან რომ 50 გრამიც მოაკლოს და ამან რომ 50 გრამი ააშენოს, ხო? ანუ ადამიანი რჩება პატარა, სასწორზე შეიძლება ციფრი არ შეიცვალოს, ამიტომ სასწორზე არ ჩაიციკლოთ ხოლმე, სულ მაგას ვეუბნები. სასწორზე ციფრი არ შეიცვალოს, მაგრამ სხეული დაპატარავდეს. წონის კლებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, რომ დავკარგოთ ჩვენ ცხიმი და შეფარდებაში კუნთთან ვიყოთ უფრო ნაკლები ცხიმი გქონდეს, ვიდრე კუნთური მასა. როგორც წესი, როდესაც ვარჯიშზე მიდის ხოლმე საუბარი და იწყება დაუშვათ იქ წონის კლება არის მიზანი, ეგრევე მივლენ ხოლმე სარბენ ბილიკთან, დარბაზშიც ყველაზე მეტად დაკავებული სარბენ ბილიკია. მე მგონი ყველაზე ერთი რომ სარისკო ტრენაჟორია და მეორე არავინ არ იცის სირბილი. იმიტომ რომ ბავშვობაში ჩვენ არ გვასწავლინეს სირბილს. აი ძირითადად ყველა ქუსლით დარბის. ქუსლით სირბილი ჩათვალე რომ პირდაპირ ურტყავს ამ ძრენ წელს. ხო და ანუ იდეაში ყველაზე ნაკლებად მივიდოდი სარბენ ბილიკთან თუ მაინც კარდიოზე მიდის საქმე, მაგრამ რომ გავიაროთ ეს ყველაფერი, ხო? შეფარდებას ვიტყოდი ესე რა, რომ თანაფარდობა, ანუ რამოდენიმე მაგალითი მაქვს. მოყვანილი კარდიოს თანაფარდობის, ანუ ყველას გონია ხოლმე, რომ კარდიო უნდა აკეთოს სულ, რომ წონაში დაიკლოს და დანარჩენი წონებით ვარჯიში დაიგიდოს რა. თუ დავუშვათ სამჯერ ვარჯიშობთ კვირაში 3-ვეჯერ მივმართავდი მე წონებით ვარჯიშს და ერთი დღე გამოვყოფდი კარდიოზე. კარდიოში თქვენ შეგიძლიათ შეიყვანოთ ის თქვენი საყვარელი სიარული. რომელსაც მე ვარჯიშა დავრთული, მაგრამ კარდიო ენერგიას გახარჯინებთ რა. ეხლა კი ძალიან შემოვიდა, ძალიან ტრენდულია, რომ ოღონდ იარე, ძალიან დაუფასებელი ვარჯიშია სიარული. ანუ კი ბატონო, ოღონდ გაინძერი და ჯანდაბას იარე, მაგრამ სიარული კუნთს არ აგიშენებს რა. აი არაფერს არ შვება სიარულს და ენერგიას გაგახარჯინებ. რამოდენიმე მაგალითი მაქვს. მოყვანილი კარდიოს თანაფარდობის, ანუ ყველას გონია ხოლმე, რომ კარდიო უნდა აკეთოს სულ, რომ წონაში დაიკლოს და დანარჩენი წონებით ვარჯიში დაიგიდოს რა. თუ დავუშვათ სამჯერ ვარჯიშობთ კვირაში 3-ვეჯერ მივმართავდი მე წონებით ვარჯიშს და ერთი დღე გამოვყოფდი კარდიოზე. კარდიოში თქვენ შეგიძლიათ შეიყვანოთ ის თქვენი საყვარელი სიარული. რომელსაც მე ვარჯიშა დავრთული, მაგრამ კარდიო ენერგიას გახარჯინებ. კი ბატონო, გულსიზღვრათა სისტემისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც ფიზიკურობას სჭირდება განვითარება და კუნთოვან მასას, ისევე გულსიზღვრათა სისტემას სჭირდება განვითარება. შესაბამისად, კარდიო ვარჯიშები არის ჩვენი გულსიზღვრათა სისტემის განვითარება. ფორმებს როცა ვეხებით და კუნთოვან მასას, ეს არის უკვე ჩვენი წონებით ვარჯიში და ფორმები და ვიზუალი. მოდი ვიზუალს ყველაზე ბოლოს ვახსენებ ხოლმე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვიზუალით იკერება მაინც დღეს ქართული საზოგადოება. ვიზუალი, თქვათ. და თუ დავუშვათ 4-ჯერ ვარჯიშობთ, ან მეტი შეგიძლიათ გამოყოთ და დავუშვათ თქვენი მიზანია სრული ტრანსფორმაცია, აქ უკვე ვარჯიშის რაოდენობა რა თქმა უნდა გაიზარდოს, დარბაზში იქნება თუ სახლში იქნება, 4-ჯერ გავაკეთებდი წონებით ვარჯიშს, 2-ჯერ გავაკეთებდი კარდიო ვარჯიშს. და ნუ აქ ეს უკვე ისინი არიან ფანატიკოსები. 6-ჯერ ვინც ვარჯიშობს დავუშვათ, ერთხელ ჩავსვავდი კარდიოს, აქ უკვე არის სრული ჰიპერტროფია, აქ არის კუნთის ზრდაზე ორიენტირებული ადამიანი და ერთხელ ჩავსვავდი კარდიოს, რომ გულსიზღვრათა სისტემასაც შეერგოს რაღაცა და დანარჩენი 5 დღე ჩავსვავდი წონებს. და ერთი ფორმულა, რაც აუცილებლად უნდა დავიმახსოვროთ, ეს არის, რომ ზედმეტი კარდიო არ უდრის ცხიმის წვას. შესაბამისად, არ უდრის პლაშებით ვარჯიშს და გულის ჩაფუთნას და გაუბედურებას, იმიტომ რომ ეს უარესი არის. წონის კლებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, რომ დავკარგოთ ჩვენ ცხიმი და შეფარდებაში კუნთთან ვიყოთ უფრო ნაკლები ცხიმი გქონდეს, ვიდრე კუნთური მასა. როგორც ფიზიკურობას სჭირდება განვითარება და კუნთოვან მასას, ისევე გულსიზღვრათა სისტემას სჭირდება განვითარებაში. ყველაფერი არის ენერგიის გაცვლა-გამოცვლა რა. აი ჩვენი სხეული არის პატარა ბანკი რა. ანუ ფული შედის, ფული გადის, ანუ ენერგია შემოდის საწვავის სახით, საჭმელის სახით ენერგია გადის. ენერგია გადის, მაგალითად მე რო ვივარჯიშე კარდიო და მოკლე სეტში დავუშვათ 20 წუთიან სეტში გავაკეთე მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიში, მაგალითად 30 წამი ვიმუშავე, 10 წამი დავისვენე, 30 წამი ვიმუშავე, 15 წამი დავისვენე. ეს არის მაღალი ინტენსივობა, ხო? ანუ
ანუ მე აქ ისე გავხარჯე ჟანგბადის მარაგები ჩემს სხეულში, რომ ჩემი სხეული მთელი 48+ საათი იმაზე მეტ ენერგიას ხარჯავს, რომ შეივსოს ეს მარაგები, ვიდრე დავუშვათ რომ მივადგე და იქ 1 საათი ვიძუნძულო რა. ანუ აი ეს ენერგიის მიღება, გაცემა და აი ეს მარაგების შევსება, ხო, სხეულის შემთხვევაში, აი პატარა სხეულს აქვს თავის მათემატიკა მოკლედ რა და სულ ჭირდება 4 რაღაცა. ერთი არის კვება, ნორმირებული კვება, წყლის მიღება, რა თქმა უნდა, თავისი ნორმა, ძილი და ფიზიკური აქტივობა. აი 4 რაღაცა ჭირდება თქვენგან, მეტი არაფერი. დანარჩენი შვებულებაში ის არასდროს არ გადის, ყოველთვის თქვენს გვერდით არის, ყოველთვის გატარებთ, ყველანაირ რთულ გადაწყვეტილებას თქვენსას უძლებს, განსაკუთრებით გოგოების უბედურ დიეტებს, რომ გადაწყვიტავენ ხოლმე, რომ მიადგნენ და რაღაც დაჯიჯგნონ სხეული. და 30 წლისას უკვე კუჭნაცლავი ჩამოშლილი აქვს ტიპებს, ისეთები მოდიან. მოკლედ აი ესე რა სხეულს აქვს ძალიან თავისი მოკლედ ჩემი რელიგია არის სხეული. აი მართლა ზებუნებრივი ძალით არის შექმნილი და აი ხა მაშინ ფიზიოლოგიაში ხო როგორ რაღაცა ტერფი რო აქტივდეს შეიძლება მხრის ბრალი იყოს. ამ მხრის ტრავმა რომ მიიღოთ შეიძლება რაღაც ფეხის თითის არასწორი დადგმის ბრალი იყოს. ანუ იმდენად ყველაფერი დაკავშირებული არის ჭანჭიკ ერთმანეთს ხო? აი ესე გარე უდიერ მოპყრობებისთვის სხეული ცოდვა რა. იმიტომ რომ შენია ეს ხერი, შენ ცხოვრობ მთელი ცხოვრება შენ უნდა იცხოვრო მაგაში. და შესაბამისად როგორ ატარებ და როგორი მოვლილი აი ვიღაცა რო დიასახლისებს განსაკუთრებით სახში რო შემოვლენ ხოლმე და დედა მილაგებული არ არის და უკაცრავად რაღაცა რო გაგვიტყდება ხოლმე იგივენაირად უნდა გვიტყდებოდეს ჩვენი სხეული როცა შინაგანი ჰიგიენა არ გვაქვს დაცული. მე არ მაქვს საუბარი ვიზუალზე, ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ როგორც წესი ნათქვამია რომ ჭარბწონიანი მოვარჯიში ადამიანი ფუნქციურად გაცილებით ძლიერი არის ვიდრე გამხდარი უვარჯიშებელი ადამიანი. ანუ ვიზუალზე არანაირად არ მაქვს საუბარი მაქვს შინაგან ჰიგიენაზე და ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა არის ჩვენი სხეულის შიდა ჰიგიენა რა. როგორ ვუვლით და როგორ ვზრუნავთ მასზე, ჩვენს ხელში არის, ჩვენი ძალისხმევის ფასად არის და ანუ ჩვენს გასაკეთებელს კიდე სხვა ვერ გაიკეთებს. ანუ მივადექით ესეთ საჭირბოროტო საკითხს, როგორიც არის კვება. ჩვენი თებში, ანუ ძალიან ჩაჭერა თუ გვინდა, ხო? ანუ სპორტსმენის შემთხვევაში, ან აქტიური, ფიზიკურად აქტიური ადამიანის შემთხვევაში, ჭამამდე და ჭამის მერე განსხვავდება, მაგრამ ზოგადი გამოიყურება ეს. ანუ უпростоრად ვარჯიშამდე და ვარჯიშის მერე განსხვავდება ბოდიში. ანუ ვარჯიშის მერე მაგალითად ნახშირწყალი მოიკლებოდა და ცილა გაიზრდებოდა, მაგრამ ვარჯიშამდე უეჭველი გჭირდება ნახშირწყლიდან მიღებული ენერგია. ცილისწყარო, ხო ვიცით რომ არის კი ბატონო, ხორცს პროდუქტი. ხორცი, ყველანაირი ძროხა, თევზი, ღორი, ყველანაირი ხორცი არის ცილისწყარო. უბრალოდ იქ ღორს ცოტა შევამცირებდი, იმიტომ რომ ეხლა ძროხის შემთხვევაში შეგვიძლია რომ იქ ამოვარჩიოთ უცხიმო ნაჭერი, ხო? იმიტომ რომ საქონლიდან წამოსული ცხიმი არის ძირითადად ნაჯერი ცხიმები და შესაბამისად ნაჯერი ცხიმები გვინდა რომ ვიქონიოთ დღის განმავლობაში მეტად ნაკლები, ვიდრე დავუშვათ ავოკადოს ცხიმი, იქ ზეითუნის ზეთის ცხიმი, თხილის ცხიმი და თხილეულის ცხიმი და ასე შემდეგ. კიდე რა გვაქვს ცილისწყარო? მომეხმარეთ. კვერცხი, yes. კვერცხს ჭამთ ყველა პოზაში. ძალიან მაგარი არის კვერცხი. ხო გვიყვარს კვერცხი. აი მართლა ყველა პოზაში შეგიძლიათ ჭამოთ. შემწვარი მოხარშული ფოუჩთ რო აი ყველანაირი. ძალიან მაგარია კვერცხი, პარკოსნები კიდე. პარკოსნები და ხო, პარკოსნებში შედით. პარკოსნები ცოტათი საშიშია ეხა. ანუ გეტყვით რატო რა? ორგანიზმს გააჩნია ბაზალური მეტაბოლური თავისი ენერგია რა. ანუ აი რომ დაახამხამო თვალი გატაროს, ხელის მოძრაობები გააკეთო, იფიქრო, ეს ყველაფერი არის შიდა ენერგია. შენგან დამოუკიდებლად ხდება ეს ყველაფერი. შესაბამისად დღის განმავლობაში გათვლილი აქვს ამას, რომ 9 საათამდე უნდა მეყოს ეს ენერგია რა. მე თუ გვიან ვჭაბე პარკოსანი და ეს ცნობილი არის როგორც აი დილიჟაბრივით რო დავდივართ ხოლმე მე გადაბერილები და შებერილები მაგის წყარო ანუ ღამე უფრო რთულად ერევა რა იმიტომ რომ იმ ბაზალური ენერგია ძალიან ცოტა აქვს ენერგიას სხეულს მორჩენილი საღამოსთვის რა ამიტომ უფრო ადრე გადმოვწევდი პარკოსნებიდან მიღებულ ცილას მაგალითად რომ მე დღის განმავლობაში სასახურიდან სახლამდე ცოტა ფეხით გავიარო ცოტა რაღაცა მოვერიო ამ გაზებს რომ სახში არ მივიდანო ეს გაზები თხილეულ მარცვლეული არის კარგი ცილის წყარო კიდე ესენი ასევე არის ცხიმის წყარო, მაგრამ ნუში, ჩიასელი, ესენიც არის ძალიან კარგი ცილის წყარო. ასევე არის რძის პროდუქტი ხო გვაქვს კიდე. გადავიდეთ ნახშირწყალზე, ხო? პური,
პური, კარტოფილი. ციციბურა. ბურღულეული, კი ბატონო, ბურღულეული. ესე იგი ნახშირწყალიც ბევრი გქონია, ხო? ანუ აღარ გვიწევს ფიქრი, რომ რა ვჭამოთ. ერთადერთი ხორბალთან დაკავშირებით სხეულისთვის ყველაზე რთულად გადათამუშავებელი იდეაში და ყველაზე რთულად მოსანელებელი არის ხორბალი. იმიტომ რომ ძალიან ბევრი გადაუმუშავებელი ბოჭკოს შეიცავს, შესაბამისად წვრილი ნაწლავიდან ქვედა ნაწლავში ბევრი იპარება და არ ვიცი ქვედა ნაწლავს ქართულად რა ქვია. large intestine წვრილი და აი მენჯის ნაწლავს ეძახიან. მსხვილინა ხო, მსხვილ ნაწლავში ხდება ძირითადად აი ეს გაზები და შემობერილობა რა და რაც უფრო მეტი დიეტური ბოჭკო გაიპარება ზემოდან ქვემოთ, მით უფრო მეტი არის გაზების წარმოქმნა რომ მოერიოს რა, ეს ხო იდეაში სხეულისთვის არის რაღაცა სიგნალები, ანუ ყველაფერს სხეული აკეთებს for a reason. თავის მიზეზი აქვს ამ ყველაფრის გაკეთებას რა. ანუ იმიტომ არა რომ არ დაევასა და შეგბერა. იმიტომ რომ ზედანაწლავიდან ქვემოთ თუ გავიდა ბევრი გადამუშავებელი ბოჭკო, დეტექციაა რომ ანუ რაღაცა დივერსიას გვიწყობენ. ხორბალი არის ყველაზე რთულად გადამუშავებული რა. იმიტომ რომ აი ეს ნახშირწყლებში არის აი ესეთი შეგიძლიათ მე დასერჩოთ FODMAPs-ი. ეს არის გაზომვა ნახშირწყლების რამდენად ბევრ გადამუშავებელ ბოჭკოს შეიცავს და შესაბამისად რამდენად რთულად გადამუშავდება ეს სხეულის მიერ რა. ანუ ესეთი არის ხორბალი, ესეთი არის სხვა შორის ხახვი და ნიორი, ანუ ბევრი ხახვიც ასევე ცოტა ისეთი არის, რთული არის სხეულისთვის და არის კიდე რაღაც მოკლედ ხილი და ბოსტნეული. ხილი და ბოსტნეული არის ნახშირწყლის წყარო. როგორც წესი, ყველაზე დიდ შეცდომას უშვებენ აი აქ. იმიტომ რომ როგორც კი დაიწყებენ დიეტას, გადადიან ჯანს ყვებაზე და ვიწყებთ უკაცრავად და ძოვას. არ გვინდა ეს, იმიტომ რომ ამას ყველაზე მეტი FODMAPs-ები ზუსტად აი აქ არის თავმოყრილი რა და პლუს ხილს ემატება ფრუქტოზა. ანუ ძალიან ბევრი გადაუმუშავებელი ბოჭკოა, რომელიც მერე იწყებს როგორ რაღაცას, იცი რომ ჩვენი კეთილი ბაქტერიების გაბოროტებას. ჩვენ ხო ვიცით რომ ყველა ადამიანს ნაწლავურ ფლორაში გვაქვს კეთილი ბაქტერიები, რომლებიც თავის როლს ასრულებენ გადამუშავებაში და ათვისებაში. ანუ სწორ ნაწლავს თავისი ბაქტერიების ჯგუფი ყავს, ქვედა გრძილნა მსხვილნა ხო რა თქვია. მსხვილ ნაწლავს თავისი ბაქტერიების ჯგუფი ყავს. ეხლა როცა ძალიან ბევრი ჭარბად მიდის ხილის და ბოსტნეულის მიღება ბოსტნეულზე ხილზე, ზოგადად ბოსტნეულზე, აი რაც არ უნდა მოთუშული იყოს, მაინც იპარება ის ძალიან ბევრი ან ძალიან მოთუშული თუ არის, მაშინ იმას კარგავ, რაც იდეაში აქედან უნდა აიღო რა. და ზოგადად როგორ არცით მას ნაწლავებსაც და კუჭსაც თავისი ისეთი გზა და გზა თავის კლაპანები აქვს რა რომ აქედან გაუშვა ამ სექციაში აქედან გაუშვა ამ სექციაში და ესე. როდესაც ეს ბევრი მიღება ხდება, ანუ გადასვლის კლაპანები ზედა და ქვედა ნაწლავს შორის ითხლაშება, ეშვება ძალიან. შესაბამისად ქვედა ბაქტერიები მიგრირებენ ზემოთ და იწყება უკვე ქრონიკული შემობერილობა. აი ხო გაგიგიათ რომ რაც არ უნდა და პური, ანუ წყალიც კი მბერავს, ისინი მბერავს, ყველაფერი რაც არ უნდა შეჭამონ, მბერავთ. იმიტომ რომ პირველი მაჩვენებელია, ნუ იქ თუ ჰელიკობაქტერია არ არის, იქ თუ რაღაცა პარაზიტები არ არის და რაღაცა არ არის, პირველი მაჩვენებელია, როცა ეს ადამიანი ჭარბად იღებს ბოსტნეულს. აი ამ ესეთმა ადამიანმა თუ 2 კვირა მაინც ამოიღო ბოსტნეული ხილი ცოტა ხანი და ძირითადად ცილოვანი პროდუქტი მიიღო, ეგრევე შებერილობა ცხრება რა. ეხლა ჩვენ რომ მოდი ავაწყოთ ჩვენ თვითონ ეხლა იქ ხო გქონდა ანუ დაბალანსებული თებში ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი რა უნდა გავაკეთოთ რაღაც. ხო, ცხიმები არ ჩამოგითვლია, დავწეროთ ხო, ზეითუნის ზეთი, ზეითუნის ზეთის ხილი, ავოკადო, თხილეული, მარცვლეული. კარაქი, კი ბატონო, კარაქი ძალიან კარაქი, ერბო. ეხლა ჩვენ რომ ავაწყოთ, დავშოთ აი რა უნდა ვჭამოთ? ავაწყოთ ეხა დილას გადასარევი იქნებოდა კვერცხი, გადასარევი სადავა კვერცხი, სადავა. კვერცხი, წიწიბურა იქნებოდა გადასარევი კვერცხთან ერთად. წიწიბურა არის ჩემი ნახშირწყალი ენერგია. კვერცხი მივიღე ჩემი ცილის წყარო. ბატონო? ჩაანაცვლე კაცო, რა პრობლემაა? ჩავანაცვლოთ პურით, კი ბატონო. პური, ტოსტი, გემრიელი, ესა შევწვი კვერცხი, ტოსტზე დავადე, რაღაცა პატარა соуსი მოვადე, კიტრები ჩაუფინე, ჟავე კიტრი იქნება თუ ჩვეულებრივი კიტრი იქნება, გადასარევი ტოსტი გამოგვივიდა დილით. შვენიერი საჭმელი არის. ასევე შეგვიძლია შვრია დაგვავიწყდა ჩვენ აქ, ხო?
შვრიაზე დავაყრიდი ბერძნულ იოგურტს, მოვაყრიდი ბერძნული იოგურტიც ხო შეიცავს ცილას. ჩიას მოვაყრიდი ან სელის თესლს დავქვავდი და იმას მოვაყრიდი, კენკრას ჩავაყრიდი. თუ მომატება მინდა და კალორიებში გაზრდა მინდა, ბიჭების შემთხვევაში არახისის კარაქს დავამატებდი. ანუ უგემრიელეს რაღაცები გამოდის, არ არის აუცილებელი, კაუჩუკივით გამოფიჩინებული ქათმის ფილე ვღეჭოთ და უბედურები უყუროთ მერე თეფშს. და ანუ მათ ვიაროთ რა, დეპრესიულებმა ვიაროთ, იმიტომ რომ ჭამაც არის ერთ-ერთი ჩვენი სიამოვნების წყარო, ხო? შესაბამისად, ბაღში, აი დაკლებაზე შემეკითხეთ, ხო თქვენ ქალბატონო? აი როგორ რაღაცა იცით, ამ ყველაფერს არ ცვლით გარდა პორციებისა. ეხლა მე ხო შუადღისას, მაგალითად, შუადღისას რო ავაწყო, შუადღისას ავიღებდი ბურღულეულს, რომელიღაცა, ავიღებდი ცილის წყაროს, ხორცს, სალატს გავაკეთებდი და მოვასხავდი ზეითუნის ზეთს, 2 სუფრისკოვის ზეითუნის ზეთი, ძმარი მოვასხი, всё, გადასარევი, ცხიმი ჩემთან არის, ცილა ჩემთან არის, ნახშირწყალი ჩემთან არის. მივიღე და აი საღამოს უკვე თუ მაინც დაკლებაზე მიდის, ხო? ბურღულეულს მოვაკლებდი, საღამოს ბურღულეულს და უფრო მეტად ანუ ბოსტნეულს და ცილას მივიღებდი. თუ დაკლებაზეა, მაგრამ აი ამ ფორმულას არ შევცვლიდი რა, რომ აი ცილა, ცხიმი და ნახშირწყალი მედოს მე უეჭველი თეფშზე. იმიტომ რომ ეს არის შენი მაკრონუტრიენტები და მაკრონუტრიენტები იმიტომ ქვია, რომ ჩვენი სხეული იმ დონით მაინც ვერ გამოიმუშავებს რა დოზითაც მას სჭირდება. ანუ ხილში და ბოსტნეულში რაც არის, იმას გამოიმუშავებს ვიტამინებს და მიკროელემენტებს, ვიტამინებს და მინერალებს, მაგრამ მაკროს ვერ გამოიმუშავებს. ამიტომ უეჭველი უნდა მივცეთ ეს ენერგიის სახით, თუ არა და მე სხეული არის ძალიან ჭკვიანი რაღაცა, როგორც თქვით, ხო? მე იწყებს muscle breakdowns, ანუ თუ ენერგიის სახით ის 20 წუთის განმავლობაში ენერგია, ანუ როგორც ჩათვალეთ, როცა მშიერი ადამიანი, ხო? იქ ღვიძლში ხო გროვდება ცალკე გლიკოგენი, ეს ენერგიის მარაგი, ხო? ის არის 20 წუთის მარაგი. 20 წუთის მერე, ანუ აი თუ დიდი ხანია შემშილე ორგანიზმი რა, ის 20 წუთიან მარაგს რო გამოცლის, მერე უკვე იწყებს კუნთის დაშლას და კუნთიდან აღებული ცილის ენერგიად გარდაქმნას. ორგანოები, ფერმენტები, ჰორმონები, ყველანაირი ჯირკვლები, ყველაფერი არის ცილოვანი იმისი ბაზისი რა. შესაბამისად, ცილა არ უნდა მოაკლდეს. ნებისმიერ რაღაცა გავანადგურეთ, ეგრევე ცილა მივეცით ახსადგენი. რაღაცა გავაფუჭეთ, ცილა მივეცით ახსადგენი. მოკლედ ცილა ჩვენი არსობისა, ასე ვთქვათ. ჩემი რჩევა იქნება, რომ დავგეგმოთ ხოლმე კვირის რაციონი, ანუ ერთი ის, რომ ძალიან ცოტა გავეკეცი ახლა მე თემას რა, თებში საწყობაზე, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წინასწარ დაგეგმას მენიუსი რა. ხვალ რო იცი რა სჭამ, ოკეი, კვირას თავი გაანებე, შეიძლება კვირა ვერ დაგეგმო, მაგრამ ის რო იცი, რომ ხვალ რა სჭამ და ხვალის საჭმელი გაქვს და იმ დროს არ იწყებს საჭმლის ძიებას, როცა ქშია, всё, უკვე მოგვარებული გაქვს საკვების ამბავი რა. თქვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ნელი ნაბიჯებით უნდა დავიწყოთ ყველაფრის შენება და რაღაცა 100% არ უნდა მოვიდოთ. ანუ ისიც გააჩნია ჩვენ რა ტიპის ცხოვრებით ცხოვრობთ, ხო? ეხლა ჩემი ცხოვრების არჩევანი თუ არის ჯანსაღი და აქედან დავუშვათ რაღაცა გაიგეთ ისეთი, რაც გინდათ რომ ცხოვრებაში დანერგოთ, რა თქმა უნდა მარტივი იქნება რომ იმის ნელ-ნელა დანერგვა დაიწყოთ, მაგრამ ადამიანი რომელსაც არც ხელი გამძრევია, არც ფეხი გამძრევია, ჭამას მაგარი კიდია და რაღაცა და უცებ ეხლა გადაეწყოს ამ ყველაფერზე 100%-ით, რა თქმა უნდა ვერ გამოუვა და ზუსტად 2 დღეში და 3 დღეში ხელს ჩაიქნეს, იმიტომ რომ უდიდესი ძალისხმევა იქნება ესეთი ადამიანისთვის ესეთი ცვლილება რა. ამიტომ ყოველთვის ზედადად რომ ნელ-ნელა შეიტანოთ რაღაცეები რა, დავუშვათ თუ წყალს არ სვავთ და სამჭიქაზე ხართ გაჩერებული, დავუშვათ დღის განმავლობაში ზოგი 3-საც არ სვავს, ადეგი და ხვალ 5 დალიეთ. 5-ს რო წარმატებით შეასრულებთ, 1-3 დღე 5 გაიმეორეთ და მესამე დღიდან ცოტა ამბიცია მოუმატეთ და 7-ზე გადადით და ასე შემდეგ. ანუ ნელ-ნელა დანერგეთ ეს ყველაფერი რა. მთელი ცხოვრება წინ არის, ცხოვრება დიდია, გრძელია, შესაბამისად მოასწრებთ, რომ თქვენი სხეულისკენ გადადგათ ნაბიჯები.